მოგესალმებით მეგობრებო. ეს ჩვენი ყველაზე საუკეთესო დღეა. მეგობრებო, კრიპერი მოგვდევს. თორჩები სადღაც მიდის მეგობრებო. იმედია სადმე საჭმელთან მიგვიყვანს. თქვენ როგორც იცით ბომბი უნდა გადავიღოთ. სადმე მიყვანთ? სოფელი მეგობრებო, სოფელი ყველაზე მაგარია. მეგობრებო, ძალიან მაგარია, ძალიან. მაგრამ სად წავიდე დასარჩენია არ მაქვს. მეგობრებო, დამავიწყდა დღეს მე ვითამაშებ დიმასთან ერთად. მოგესალმებით მეგობრებო. დიმა არ ითამაშებს, იმიტომ მეორე ტელეფონი არა. თუ რამეა დათოცამოა და დათოსთან ერთადაც ვითამაშებ. დამავიწყდა. მეგობრებო, ბომბის ვიდეო აიყვანეთ 20 ლაიქზე მეთქი და 5 ლაიქზეც არა სამწუხაროდ ჯერ ასული. მეორედ როცა ვიტყვი რომ 5 ლაიქზე ავიდეს, თუ სანამ არავა ვიდეო აღარ დაიდება. ეს ვიდეო კიდე უნდა ავიდეს 5 ლაიქზე. მეგობრებო, ძალიან ჭია. ვილიჯერო. მეგობრებო, ბომბი ვარ, არაფერი არ მაქვს. მეგობრებო, ერთ წუთს გამორთავ და შემდეგ დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დაგიბრუნდით, პატარა ხაზვეზი და მოვედით. აქ რა არის? ნაგავს მოუფრთხილდი. ნაგავია? ვაი მეგობრებო, არ ჩავხდით უძებს. იქეთ ნახოთ, აბა დავათვალიეროთ სოფელი, როგორი სოფელია. ნახოთ, აბა. ძალიან მაინტერესებს მე როგორი სოფელია, მე არ ამიშენებია. ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ეს ავაშენებ. და მენია სოფელ ააშენეს უბრალოდ და მენია სოფელს მიამაყებენ. ამას თხოვობა მომცეს ერთი ხორცი. ხალბატონო, შეგიძლიათ მომცეთ ერთი ხორცი? მომეცი ხორცი ახლა დავუწერ. მეგობრებო, მივწერ. მეგობრებო, არ მიმწერია. შემდეგ მივწერე. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ერთი აიღეო, ესე იგი შემიძლია ავიღო უფასოდ. ძალიან კეთილი ადამიანი არის ესა. მადლობ, მოდი ავიღოთ ერთ სტეიქს. დავნაყრდი. აქ ჩავიდეთ, აბა რა არის. არა მეგობრებო. 10 ლარი მაღაროში ჩასვლა. ბომი. მეგობრებო, 10 ლარი სად უნდა ვიშოვო? ჯერ არასდროს არ მივია 10 ლარი. 10 ლარი არის 5 რა ქვია, კინო. ამ წუთას მოვედი ამ ქალაქში და იქეთ სადაც ვიყავი, იქაც ესეთი ღარიბი იყო. ეს რა არის? დაკეტილია, ომი ხორცი იყიდება ესე. ეს სახლი რა? ისე ლამაზი სახლი კი ჩანს. ზემოთ სარკეა. თუ რამეა და ზემოთ ლოგინებს დავდგავს. მაგრამ თუ ყიდდა რა ხარ? აგერ შესასვლელი. გაფორმებული არა. შეიძლება იყიდებოდეს რა. არ ვიცი, თუ გაიყიდა ჩემთვის კარგი იქნება. 10 ლარი როგორ მივიშოვო, რომ ჩავიდე მაღაროში. ისე ამას ვეტყვი, მდიდარ ადამიანს შეიძლება შემიშლოს თავისა. თუ არა და აქეთ კიდევ დავინახე ლოგინები ქონდათ და იმას ხო იქნება დამატვინა ლოგინზე ერთი ღამე. ფულს მივცემ.
დავუწერ აბა. კეთილო. ადამიანო. დღე გამათევინე მეთქი. მეგობრებო, გადიმოშორდიო და მიწერა. რა ცუდი ხარ, რა ცუდი. კარს მიიღებს და აღარ მიიღებს. ძალიან ცუდი ვილიჯერია, ბოროტი ვილიჯერია. იმედია აქ შემიშვებენ. ვილიჯერი საერთოდ არაა, მაგრამ ლოგინიც არაა. იმედია იქეთ იქნება. არც აქეთა ვილიჯერი დავიძინებ. იმედია ვინმე რამეს არ მეთქებს. ხო, ჯერ ღამე არაა. მაგრამ ეს ჩემი მაღაზია რომ არაა. სიბოროტე გამოვა. უბრალოდ ერთ ცალს ამას ვიღებ. დავდებ გადასასვლელი გადმოსასვლელი. მეგობრებო, პატარა ხარვეს და დაგიბრუნდით. ვილიჯერები არ ჩანდა. გალაგული იყო მეგობრებო. მეგობრებო, პატარა ხარვეს და დაგიბრუნდით. მეგობრებო, რაღაცა საუფეთქებია. ერთი წუთით დავაყავზებ და შემდეგ მეგობრებო, პატარა ხარვეზი. ის ადგილი გამოვასწორე. გავაკეთე. ის თქვენ რა ქვია, 10 ემერალდი მომცა, სახლიც 5 დღიანი ვადა მომცა და 10 ემერალდი უნდა მივცე მე უკან 11 უფრო სწორად. ის სახლი გამოვასწორე. ამიტომ ამის შემდეგ კაი უნდა იყოს წესით. მე მოვედი აქ 10 ემერალდი აგერ დავაგდე. თქვენ თვითონაც ნახეთ 10 ემერალდია. ჩავედი, წერაქვი აგერე, ეძლევა ისა წერაქვი ხისა და ავიღე ხის წერაქვი. ხის წერაქვით მოვიპოვე, უნდა მოვიპოვო ახლა ქვები. მე ავალ და ხესაც მოვიპოვე. ისა ხეს როგორ მოვიპოვე. მაღაროში ესენი ბევრი არ შეგიძლია 10 ემერალდი, 10 ცალი ქვა. 10 ემერალდი რა, ყველაფერი თქვენთან არ მიგვამს. 10 ემერალდი არის 10 ლარი. მეგობრებო, აქ ჩავხვლი. ასте და ჩავაგდებ ემერალდს. პატრონი ჯერ არა ამოსული და წავიდა პატრონი. მე მოვა ეტყობა. როცა მოვა ნახავს რა, ვეტყვი და ნახავს აიღებს. იმედია მეგობრებო, ისე საჭმელი, მაგრამ მე არ მაქვს საჭმელი. ისე ფული ხომ მაქვს და ფულს მივცემ და საჭმელს ვიყიდი. ერთი ცალი ვაშლი აღირს. დაიცა დავწერ. ვაშლი ერთი ცალი რა ღირს. ჩემი ხმა ისე ისმის. ესა რა ქვია. რა ღირს ვაშლი? ერთი ქვა ესე იგი უნდა ჩავუდოთ ჩესტში ასე. და ავიღოთ ერთი ცალი ვაშლი. ოქროს ვაშლი ძვირი ეღირება, ამიტომ ჩვეულებრივი ვაშლი ღირს, ესე იგი. წავალ ახლა მე ამ ქვებით ჯოხს ვიყიდი. ისევე ჯერ ამშია შევინახავ. წერაქვი დამჩა. კაი არ დამჩა. კიდევ წავალ. მაგრამ 10 ემერალდი ან რამე უნდა რა. ყველანაირი ხვალი, ყველანაირი 10 ლარია რა. პირველად ავიღე 10 ლარი, 1 ლარიც კი არ მქონია და პირდაპირ 10 ლარი ავიღე. მე აქ შევალ. ეს დამით მოეს ლოგინი. თუ არა და აქედან ამოიღე ლოგინი და ისე ისკენიო რა. და მეგობრებო, ახლა მე რა მინდა? ხო, ვაშლი მიმეცა ამისთვის. მე ნაჭამი ვარ და არ მინდა. მოდი ვაშლს მივცე. აიღე ვილიჯერ. მადლობა. მე მოვალიცოდე. კაიო. მეგობრებო, კარგიო. წადი და მალე მოდიო.
ეს როგორც გავიგე, ჩემი ნათესავი ყოფილა და იმიტომ შემომიშვა და 10 ემერალდიც მომცა, მაგრამ ამ ღარიბის მოკლა მინდა რა. ალმასის ხმალს ავიღებ თუ არა, მაშინვე მოვკლავ მეგობრებო. მაპატიეთ ხმაურისთვის, იქეთა ოთახში ბაბუა ჩემი სახლს ღებავს და ერთ სიტყვით მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით, არ გამოვთავ, დავაპაუზებ ვიდეოს და მერე დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დაგიბრუნდით, როგორც ხედავთ, ისე ვიფუდგავართ, სადაც ვიდექით, სად მინდოდა წასვლა. ხო, მაგრამ ჯერ ამშია, ესე ვაშლი ვიყიდე, ყოველ წამს რომ არ ვირბინო. ვაშლს ვიყიდი რა. ხორცი რა ღირს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არა მგონია 1 ლარი ეღირებს, ხორცი დაახლოებით 5 ლარამდე ეღირება. კეთილო ადამიანი, ხორცი რა ღირს? თუ შეიძლება რომ მითხრათ? რა ღირს ხორცი? ხორცი რა ღირს? კეთილო ადამიანი. 5 ლარიო. მოდი ხორცი ვიყიდოთ მაშინ. 5. მეგობრებო, 5-იც მივეცით და ხორცს ვიყიდი. ხორცი და 4 ვაშლი მინდა. 4 ვაშლი. 1, 2, 3, 4 და 1-იც ქათამი. მეგობრებო, ჩავუდებ ახლა და წავალ სახლში ჩქარა. სანამ სკელეტონი, ზომბი და ეგეთები მოვიდნენ, რადგანაც ეგ არ მინდა მიახლა. წავედი მე, დავიძინებ. ორ ვაშლს კიდევ მივცემ რა. 1 ვაშლი მე შევჭამო და 1-იც სახლში. 1 რამეცაც მივცემ, რადგანაც 10 ემერალდი მომცა და ეს მაინც უნდა მივცე. ვაშლი არ უჭამია კიდევ. ამ ჩემს ნათესავს ქვია ლუკა. ლუკა, თუ შეგიძლია ეს 2 ვაშლი შენ ჭამე, თუ შეგიძლია რა შენ უნდა ჭამო ეს 2 ვაშლი. და იცად ჩავდებ და გადმოგიჭებ. აი შენ. ეს 2 ვაშლი შენ ჭამე. მეგობრებო, ლოგინს ავიღებ, რადგანაც ლოგინი მითხრა რომ მე დავწვევი აქაო. ჩემთვის აზრი არ აქვს, სად დავწვევი. მარტო დამაწვინოს, ერთ ხალიჩას ავიღებ და დავიდებ აქ. მეგობრებო, გათენდება დაგიბრუნდებით. გათენდა მეგობრებო, როგორც ხედავთ, კიდევ არ უჭამია, თუმცა არ აუშავს, ერთ ბლოკს ავიღებ აქედან. მაგრამ რომელი ბლოკი უნდა ავიღო ყველაზე იოლ გასატეხი. მაშინ მოდი ჩვენ ავიღოთ crafting tables ავიღებ, ესე უფრო ლამაზი იქნება. ამას გავტეხ, ავიღებ მიწას და შიგნით ჩავდგავ crafting tables მეგობრებო. ეს შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ჩემი ნათესავი შეუძლია დაკრაფტოს ყველანაირი. ბევრნაირი რაღაცა უფრო სწორად. მეგობრებო, პატარა ხარვეზი დაგიბრუნდით. ვილიჯერი მომყვება. ლუკა, გადი რა, ნუ არ მომყვები მე. ჩემ თვითონ ავიღებ რა. გადავალ და გადმოვალ. შენ აქ იყავი. ბოდიში აგერ ჩაგიდებ ვაშლებს. ანდა დაგიგდებ, აიღე. მეგობრებო, დამაუწყდა შორს გასვლა. სიმართლე გითხრათ, ლუკა ჩემი კლასელიც იყო. პატარაობლის კლასელი. პატარაობიდან ერთად ვსწავლობდით რა. ახლა ხმალი მქონდეს ძროხას მოკლავდი. ძროხა ნაგავი აქ იყრება, მაგრამ ეს მქონდეს. მეგობრებო, რა გავაკეთო ახლა ვეღარ ხვდები, სად ვიშოვო ფული? არ ვიცი მეგობრებო, არ ვიცი.
ისე მეგობრებო, იქეთ დავინახე მარტო, მაგრამ მე მოაშორა. ნახოთ, აბა შეიძლება სამსახური იყოს რაღაცა. ისე საკმარისად სუფთა ადგილია, იმედია ამ ბალახებსაც მოაშორებენ, მოთიბავენ რა. აი ამ მაღაზიაში თქვეს რომ მუშაობა შემეცვლელი მინდა დამხმარეო. ესე შეიძლება დავეხმარო ამას. შეიძლება დაგეხმარო, დახმარება გჭირდება რამეში? თქვენ რა გქვიათ? აჰა, თქვენ ესე იგი ეწუს ვერ გავიგე სახელი. ხელახლა მითხარ. ხელახლა მითხარით. გიო, კარგი გიო, მაშინ შემიძლია შენთან ვიმუშაო, დაგეხმარო? დახმარება გინდა მაღაზიაში? აგე დავდგები, ვიდგები მარტო რამის არ გავაკეთებ, გინდა დახმარება? კი, კარგი. შენც აქ უნდა იყო? ვილი შენც აქ გიო შენც აქ უნდა იყო? თუ უნდა წახვიდე. შენ აქ უნდა იყო? აუ, წავედი რამე. ხმას არიღებ, მითხარი აქ უნდა იყო თუ არა? ო, ეგრე კი. ესე შენ სამშენებლო ხარ. მაგარია, აქედან რაღაცები მომცემ, შემიძლია თან ვიყიდო, თან გავაკეთო. კვარცის ბლოკებით გაკეთება მინდა სახლისა და იქეთ სახლი ქირავდებოდა, ის იყო რა, ქირავდებოდა დღეში 20 ლარიო. ცუდი არ იყო, მაგრამ მეგობრებო, რა ვქნათ? ესე იგი, მთელი ღამე უნდა ვიმუშაო აქა? მთელი ღამე უნდა ვიმუშაო? ერთ დღეში რამდენს აძლევთ? ერთ დღეში რამდენს აძლევთ? ერთ დღეში რამდენს აძლევთ? ერთ დღეში რამდენს აძლევთ? კარგი მეგობრებო, ესე იგი მთელი ღამე აქ უნდა ვიყო, ვიმუშავე, ნახევარი დღე გავიდა უკვე. მეგობრებო, ნახევარი დღე გავიდა უკვე, რაც აქ ვიმუშაო, ბევრი არაფერი არ გაყიდულა. რატომ არ ვიცი, ეტყობა ცუდი მუშაობა აქ და ფულს რამდენს მივიღებ არ ვიცი. ლუკა, მოდი. მე აქეთ დავიწყე მუშაობა, მაქეთაც გადმოვალ. თუ გინდა მაქაც ვიმუშავებ ისე. თვითონ მითხრა მეგობრებო, ნათესავი ვარო, მაგრამ არ ვიცი რა, ბოლოს გავიგებ, მაგრამ ჯერ ჩემთვისაც კარგია, იმიტომ 10 ემერალდი მომცა, ის მომცა, იმით ხან რა ვიყიდე, ხან რა საჭმელს ვიყიდე. მოდი ჭამე ერთი ვაშლი. ერთი ვაშლი მოდი ჭამეთ მეგობრებო, მეგობრებო, თითქმის ნახევარი დღე გავიდა. ნახევარზე მეტი დღე. ბევრი არ გაყიდულა არაფერი. ცოტა რაღაცა გაიყიდა. აქედან ჩესტიდან გაიყიდა უბრალოდ, ეს მთლიანი გავყიდე. და აქედან ჩესტში ფულები უდეს და აღარ გამოდის რა. მაგრამ დარტყმაც არ შემიძლია, მაგრამ რატომ დავარტყა ტყუილად? აი შენ ვაშლი ჭამე. ჭამე ვაშლი, ჭამე. ჭამე ვაშლი, გიო. გიო მეთქი. გიო, ჭამე ვაშლი, ჭამე. გიო, ჭამე ვაშლი. კარგი? კაი? არ გინდა კაი? მეგობრებო, აქ უნდა ვიდგე ახლა სანამ არ გავყიდი რაღაცებს, ამიტომ დავაპაუზებ ვიდეოს და როცა დაღამდება დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დაგიბრუნდით, დაღამდა, თან მომშივდა. და ახლა წესით ამან გიომ ფული უნდა მომცეს. გიო, რამდენი უნდა მომცე? მეგობრებო, პატარა ხარვეზი, ცოტა ხნი ანში დაგიბრუნდებით.
მეგობრებო, პატარა ხარვეზი და დაგიბრუნდით მომში და შევჭამეთ, როგორც ნახეთ. ახლა ამან უნდა მომცეს 5 ემერალდი, 5-10 ლარი რა, მეგობრებო. ავიღებ ჩემ თვითონ, აღარ უნდა მისი მოცემა. და წავედით, მეგობრებო, მე მგონი. დღეს შენთან გავათენებ რა. ხო? გავათენებ შენთან რა. გავათენებ რა, გეხვეწებდიო, გამათენებინე ერთ. გამათენებინე, გთხოვ. კარგიო. დავწევი მაშინ დავიძინებ მე. მადლობა გიო, კეთილი ადამიანი ხარ. მეგობრებო, ერთ მიწას ავიღებ. აქედან მეგობრებო ესენი გავყიდეთ. და აქედანაც ესენი გაიყიდა. მიწას უფრო არ ყიდულებენ, ამიტომ ვიყიდი მე. ერთი სტაკი, ერთი ცალი ღირს, იმიტომ გაიაფა. ერთი ხვალი ღირს, ერთი სტაკი ჩავდებ. მიწა გამომადგება. სახლსა ჩავაშენებ შეისაძლოა. არ მინდა მიწის დაკარგვაც. იმიტომ 1 ლარი ძვირი არა. ძვირია უბრალოდ ჩემთვის. მეგობრებო, წავალ ჩემმა თესავთან. როგორც თვითონ მითხრა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, ჩემი ნათესავია. აგე ამას ამოვასწრებ ჩემი ბრალია ასე რომაა. ფული მოგიტანე ლუკას, არ წავიღო. რამდენი გინდა შენ? 5? კარგი. 5-ს ჩავდებახლავე. მაშინ მე წავედი, ასე. წავედი. რაღაცებს გავაკეთებ. შეიძლება და პატარა სახლივით გავაკეთოთ, მეგობრებო, ისე მიწის სახლი პატარა, სადაც ჩვენ თვითონ დავიძინებთ. რადგან შეიძლება ესეთი ბევრი რაღაცა მინახავს, რომ შესაძლებელია მოგიპაროს. ახლა მე ვარ აქ 11 წლის, უბრალოდ დავიკარგე ჩემმა მშობლებმა დავეკარგეთ რა, ომი იყო ჩვენ ქალაქში. მე ვცხოვრობდი ამერიკაში და ამერიკაში მეთქი საქართველოში და საქართველო ამერიკას ებრძოლებოდა. მეგობრებო, ისე სად დავაშენო სახლი ვფიქრობ. მე ვიყიდი ლოგინს, კარებს და ეგეთებს და დავამაგრებ რა, მეგობრებო. ჩემი სახლი იქნება ჯერჯერობით. ისე მეგობრებო, დიდი ხანია მაინტერესებს. მე ამ ქალაქს რატომ არ ყავს? ან შეიძლება და ყავს. მე მგონია უფრო ის მდიდარი ადამიანი, მასზე მდიდარი ადამიანი ჯერ არ მინახავს არსად. და თუ ისაა ძალიან ცუდი მერიყოლია თამათ. და ამიტომ ვუფრთხილდე უნდა მერს. რა იცი რა დამმართოს. შეიძლება ის ადამიანი, ვინც მოგნება რომ შენი ნათესავი ვარო, ის არ იყოს ჩემი ნათესავი, მერის გამოგზავნილი იყოს. მეგობრებო, ისევ და ისევ პატარა ხარვეზი, ისევ დაგიბრუნდით, ახლა სახლს ვაკეთებ, შეიძლება დღეს ვერ მოვასწრო სახლის გაკეთება. ისე ამ ქალაქში ბევრი ადამიანია რა. 11 წლისა, ჩემი ტოლი საერთოდ არც ერთი არაა და ისე გიოსთვის არ მიკითხავ, შეიძლება ჩემი ტოლია. პატარა ჩანდა. მეგობრებო, ახლა ავამაღლოთ. მიწის სახლი არც ისე კაია, მაგრამ საკმარისად მომწონს რა. ისე რა მომწონს, იმიტომ სახლი მინდა რომ მქონდეს. ჯერ პატარა ვარ, რა დროს ჩემი სახლია, მაგრამ მაინც რა. ჩემთვის სახლი არ არის კაი. მაგრამ რა უშავს რომ სახლი ჩემი მქონდეს და სხვის სახლში ტყუილად აღარ ვიბოდიალო. ასე მეგობრებო, ახლა ისე ქოალით ვიყიდი კარებს
ქოალით რა 4 ლარი მაქვს და იმით კარებს ვიყიდი, მაგრამ ამ ქალაქში ყველაფერი იაფიღებს, რადგანაც ყველაზე ცოტა ადამიანები არის. ეტყობა მე ფული ბევრი მაინც შედის, იმიტომ რომ ხო რა. თორჩები აქედან ხომ არ მოვაძრო, მაგრამ არა, მე გამჯავდება. და მე გამაგდებს ქალაქიდან. აქ იყო ჯობია. სახლი აღარ მაქვს. თლიანის განადგურეს რუსებმა. ეს საქართველოს პატარა ნაწილია რა, მე საქართველოს ცხოვრობ და რუსეთმა საქართველოს შემოუტია და სადაც ცხოვრობდი ის ადგილი განადგურა ბოლომდე. ეს აქ რა იყიდება? მატყლი არ მინდა. მე მინდა რა სამშენებლო მასალაში იქნება. გიო. შენ შემთხვევით კარები ხომ არ გაქვს? კარი რა ღირს ერთი ცალი, 2 ქოალი კარგი. სკიურში ჩაგიდე. ამ კარებს ავიღებ და ლოგინს ყიდი შენა. არა, მაშინ უეტყვი ჩემ ჯერჯერობით არ ვქონდნელ ნათესავს. აუ გიოზე დამავიწყდა ისევ და ისევ თქმა, რამდენი წლის იყო. ლუკა ის მინდა რა ქვია. ლოგინი მინდა რა. მაპატიე ლუკას სხვა გზა არ მაქვს, აბა ჩესტიდან არ დგებოდი. კარებია მასაც ქონია, ლოგინიც აქვს. რამდენი ქოალი მოგცე? ჩუქნი, მადლობა. ლუკა, მადლობა დიდი. მიწა თითქმის მთლიანი დავხარჯე ლუკა. იმდენი რაღაცები გავაკეთე. მართლა ძალიან ბევრი გავაკეთე. სახლი ვიშენებ პატარას. მეგობრებო, წავიდე თუ დავრჩე? დავრჩები ჯერჯერობით მეგობრებო. დავიჯინებ. ლუკა ისე მელაპარაკე შენ სად მუშაობ? აქ ეს შენი სამსახურია უფრო სწორად? კი. კაია. მაგარი ბიზნესი გქონია, ცუდი ბიზნესია რა, წუთ ბალახი ისავით. სათამაშოებსაც ყიდი? ერთი სათამაშო მინდა მაშინ, ერთ სათამაშოს დავდებ. სკიურში ჩაგიდე ლარიანი და რომელ სათამაშო ავიღონე. ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი ეს არის. ქოთნებსაც ყიდის. მაგარი ბიზნესი გაქვს ისე წამოწყებული. დავწერები აბა მე. ბიჭო ისე, რაღაცის კითხვა მინდოდა. შენ მერი იცი ვინაა ამ ქალაქის? კი. ვინა? იქეთ რომ ცხოვრობს ის მერია? ეგეთი ბოროტი ბიჭო. აი მე. ბიჭო იცი მე რა ვიფიქრე? შენ მუშაობდი მაგასთან, მისი იმით. მასთან ერთად ხომ არ მუშაობ? კი, კაი. მეგობრებო ძალიან ცუდია, მერთან მუშაობს. ვიყოთ, გაიგოს. მეტი არ გაიგებს. ისე ლუკა გადავიფიქრე სახლის შენება. ლარი მაქვს ისე, 10 ლარი ჯერ არ მაქვს. მეგობრებო, ის ქვები თუ მომატყუეს, ქვებით არ ყოფილა ფულები, უბრალოდ ქოალი და ეგეთებია, ქვები აღარ ყოფილა ფულები. ამიტომ ძალიან ცუდია. ისე ვაშლი შევჭამ.
დავნაყრდი. იმედია ამ თორჩისთვის მე რამეს არ მეტყვის. თუ რამე მე სიმღერა შემოსავალი აქვს, 5 წუთში ყველაფერს გააკეთებს. მეგობრებო, ესეც ასე. ლოგინი დავდგათ და ვსო, მეგობრებო, ჩვენი სახლიც გაკეთდა. ძალიან ლამაზია. ახლა წავალ მეგობრებო, გიოს ვეტყვი რამდენი წლისაა, იმედია ჩემი ტოლია. თუ ჩემი ტოლია კარგი იქნება. აქ ისე გავიგე, ლუკაც იყო ერთი 11 წლის, მაგრამ საცხოვრობს არ ვიცი. ამ ქალაქს რა ქვია, საერთოდ არ ვიცი, მაგრამ გიო და ლუკა რომ ერთად ცხოვრობდნენ, ეგ ვიცი, ჩემი კლასელები არიან და ნეტავ ესენი ხომ არ არიან, მაინტერესებს. ახლა ვერ ვიცანი რაღაც. სკოლა არის, 5 წელია უკვე გადადებული. შენ რა გქვია? შენ რა გქვია, შენ რა გქვია, ბიჭო? ბიჭო? ლუკა? რამდენი წლის ხარ, ლუკა? თერთმეტის? ბიჭო, გახსოვ არ? ბიჭო, მე და შენ კლასელები ვართ. ახლა გამახსენდი. მაგარია და ესე ლუკა გიოს იცნობ, შენ რა გქვია? გიო, რამდენი წლის ხარ? 11 შენც? ბიჭო, შენ ჩემი კლასელი ხარ. ამ მაღაზიას ყიდი? მოვაძრო? კაი, მოვაძრო. ესე გადაგიფიქრებია. კაია რომ აქ ხართ ბიჭო, ჩემი ქალაქი დაიპყრეს და მე ახლა მარტო აქ ვცხოვრობ. დედა თქვენი და მამა თქვენი სადა? ჩვენი ვიზიარეთ წუხარებას. მადლობა. ობობა საღონდაც არ დავარტყა. გიო, რამდენი წლის ხარ? გიო? გიო, რამდენი წლის ხარ, გიო? ბიჭო, ამასთან მე საქმება 40 წლისაა. კაცი 40 წლისაა, ბიჭო. ახლა, ბიჭო, 50 თეთრში მომცემ crafting tables და logins მეთქი ბუხარს. გიო მეთქი, ლუკა. ხო, ლუკა. კი, მადლობა. აგე ჩაგიდე. აი, crafting table, ჩესტი ავიღე, crafting table და დანარჩენს მე რომ მოგწ. მესთან უნდა მივიდე. ბატონო მერო. შეიძლება ცოტაოდენი ფული მომცეთ? მეგობრებო, წადიშე ბომჟოვო. რატომ არ ვიცი, მაგრამ მითხრა რომ ჩესტში მიდევს საჭმელი ფული აიღე და გაეთრია აქედანო. ხო, 10, 14, 15 აიღეო, ამიტომ 15-ს ავიღებ. მე მაპატიეთ მე რომ მაპატიეთ, ბოდიშით მე რომ. ერთი თალი ეს ხორცი მომცა. მე დავარტყი მეორე და ქუღარში ვალ ბომჟი მიწოდა. წიგნები მომცა. ისე წიგნები მომცა, რა მაგარია დავკრავტავ. ვერ ვკრავტავ.
სამწუხაროდ ვერ უკრავდავ, ამიტომ ვიყიდი. რა ღირს ერთი ცალი, ერთი და ქუდები ყველანაირი მოგდის. კარგი, 1 ლარი და წამოსავიღებ და იმერად ჩაგიდებ. 1 ლარი ავიღე და ავიღებ ყველაფერს. ახლა რაც შენ მითხარი, ერთი წიგნი, ეს თავი, ეს თავი, ეს თავი, ეს თავი, ეს თავი და ეს თავი. და ქოთაინცხო. მადლობა. წავედი მე. წიგნები მაგარია, მეგობრებო. მგონია რომ უკვე საკმარისია დღევანდელი ვიდეო. რატომ არ ვიცი, მაგრამ დიდხნიანი გამოვიდა 35 წუთიანი, 40 წუთიანი რომ როცა გამოვა, დავასრულებ ვიდეოს. და კომენტარებში დაწერეთ, როგორ მოგეწონათ ბომჯის ეპიზოდები. არ დაგავიწყდეთ, რომ 5 ლაიქზე უნდა აიყვანოთ ეს ვიდეო. 9 საათიანი ვიდეოა, ძალიან ბევრი ვიწვალე. ძალიან დავიღალე. crafting table და ესეც მოვიტანე და ვსო, ბევრი რამე აღარ მაქვს. crafting table აქეთ, ბუხარი აქეთ, chest-ი არ მაქვს. chest-საც რომ ვიყიდი აქეთ დავდებ. ნეტავ მეყიდა. და წიგნი დავდოთ. მეგობრებო, წიგნი ავიღოთ და დავდოთ ბუხარზე ზედან. ზოგჯერ წავიკითხავ. დიდი კოლექცია ჰარი პოტერის ყველა ნაწილია, ყველა ტომია, კარგია. წავიკითხავ, როცა მომწყინდება. წავალი ვიყიდი მე საჭმელს, თუ საჭმელი არა მაქვს საჭმელი. სათამაშოებიც მაქვს, ისე ქუდიო და ქუდადაც შეიძლება. მეგობრებო, მაგარია, ქუდადაც შეიძლება. მე დავიყენებ ამას. მეგობრებო, რა მაგარია, ეს ჰელოუინზე გამომადგება. ეს გავიკეთოთ აბა, ზომბისაზეც ესე იქნება. ზომბი ესე იგი ჩვეულებრივად ხედავს. კრიპერიც. ზომბი ვნახე ესეც. მე მგონი ყველა ერთნაირად ხედავს. ხო, მეგობრებო, ამიტომ დავიფაროთ როგორც ვერ ხედავენ ისე. და ხოპა შევაშინოთ მეგობრებო ჩვენი ნათესავი ჯერჯერობით. ბროსტა ჯერჯერობით ნათესავი. მეგობრებო, შეხედეთ როგორ დაიწყო ხტომა. არა, მე ვარ მე არაფერი არ ქნა. ჩესტის ყიდვა და მოვიწყდა. კარგით მეგობრებო, 2 CD მომეციო და საკმარისი იქნება, ერთი ჩესტი წაიღეო. ჩემთვისაც კარგია, იაფად ვიყიდე. ამიტომ მაგარია. და წავედით მეგობრებო სახში. წავედით. სახში როცა მივალთ დავიჯინებთ, რა თქმა უნდა, შეიძლება დავრჩები რაღაცებს გავაკეთებ, დავამატებ. იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო. შეიძლება მთლად 40 წუთიანი არ გამოვიდეს, მაგრამ წესით 40 წუთიანი უნდა გამოვიდეს, უნდა დავდგა ეს გავაკეთო და თუ მოგეწონათ აიყვანეთ 5 ლაიქზე. კომენტარებში დაწერეთ +1 ლაიქი, ვინც დალაიქებს, იმან დაწეროს, ვინც არა და იმან ტყუილად არ დაწეროს. აბა ჯერ არა. აგერ დავდებ ჩესტს. მოდი თავი ერთი აგერ დავდგა, ერთი სად დავდგა, არა ეს ჩესტი აღარ გაიხსნება, არა გაიხსნება მეგობრებო, ჩვეულებრივად. ავიღებ ამას. დავდებ ძირში, ამასაც ავიღებ, დავდებ აქა და დანარჩენს გარეთ მივაკრავ. დავიძინოთ მეგობრებო ჯერა. მეგობრებო, საკმაოდ დიდხნიანი გამოვიდა, ახლა ამ ორო თავსაც მივაკრავ და ვსო დასრულდება ვიდეო.
100 და 100. ახლა კი გემშვიდობებით ნახვამდის. ბაი ბაი, მომავალ შეხვედრამდე.